გამარჯობათ, მოგესალმებით. ამ ვიდეოში ნაჩვენები და ახსნილი იქნება 20 საბაზისო ცნება, რომელიც სისტემ დიზაინში ორიენტირებისთვის აუცილებელია. Junior Scope-ის გათვალისწინებით. პირველი ქვეკატეგორია, რომელსაც დავფარავთ, არის კომუნიკაცია Excel-ში, ანუ networking-ი და API-ები. პირველი, რასაც განვიხილავთ, არის API. API არის განსაზღვრული წესების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ ვეკომუნიკაციოთ სისტემას. ის გამოხატავს ფუნქციონალს იმის ჩვენების გარეშე, თუ როგორ მიიღწევა ეს ფუნქციონალი. ამის რეალური ცხოვრების მაგალითი შეიძლება იყოს რესტორნის მენიუ. არავინ შედის სამზარეულოში პირდაპირ და იქ არ ეუბნება, რა საჭმელი უნდა. ყველაჯერ ნახულობს მენიუს და იქ წინასწარ გამზადებული სიიდან უკვეთავს მისთვის სასურველ კერძს. მაგალითად, თუ კლიენტს სურს სერვერიდან ყველა კონტაქტის სია, API იარსებებს სერვერზე, რომელსაც ერქმევა დაახლოებით get my contacts და ამ API-ზე მიმართვის შემდეგ კლიენტი მიიღებს სერვერიდან სიას ყველა კონტაქტის. შემდეგი არის WebSocket-ები. WebSocket-ი არის პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს კლიენტსა და სერვერს შორის ერთი TCP კავშირის დამყარებით. ანუ ორივე მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს ერთმანეთთან გაგზავნოს შეტყობინებები ლოდინის გარეშე. ამის რეალური ცხოვრების ანალოგია თავის შედარებით რომ გავაკეთოთ, HTTP არის ალტერნატიული გზა კომუნიკაციის და შეიძლება შევადაროთ წერილებით კომუნიკაციას. მაგალითად, როცა ერთი ადამიანი მეორეს მიწერს წერილს, ის უნდა დაელოდოს ის მეორე როდის მიიღებს, როდის წაიკითხოს, პასუხს როდის დაუწერს, როდის გამოუგზავნის და ეს როდის მიიღებს. მაგრამ ამის საპირწონედ WebSocket-ის ანალოგია შეიძლება იყოს ზარი. ზარი ერთხელ რომ დამყარდება, ერთხელ რომ დაურეკავს ორი ადამიანი ერთმანეთს, ორივეს შეუძლია გაუცვალოს ერთმანეთის ინფორმაციები, ასე ვთქვათ, live რეჟიმში, დაბრკოლებების და დაყოვნებების გარეშე. შემდეგი არის load balancer-ი. ეს არის მექანიზმი, რომელიც ანაწილებს შემომავალ ტრაფიკს რამდენიმე სხვადასხვა backend სერვერზე. რათა არც ერთი მანქანა არ გადაიტვირთოს და ამით აუმჯობესებს ყველა მანქანის ზოგადად სერვისის ხელმისაწვდომობას, საიმედოობას და რეაგირების დროის გაუმჯობესებას. ამის ანალოგია რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ჩაითვალოს სუპერმარკეტის სალაროების ზედამხედველი, რომელიც ჩვენ არ გვყავს საქართველოში, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ თანამშრომელი, რომელიც მომხმარებელს ყველაზე მოკლე რიგისკენ მიმართავს და ყველა რიგის ხაზს თანაბრად დატვირთულად ამუშავებს იმისთვის, რომ მოლოდინის დრო მაქსიმალურად შემცირდეს. შემდეგი არის API Gateway. ეს არის ერთიანი შემავალი წერტილი ყველა კლიენტის მოთხოვნისთვის. მას თავის-თავზე აღებული აქვს ისეთი რუტინული საქმიანობები, როგორც არის აუთენტიკაცია, rate limiting-ი, ლოგირება და თითოეულ მოთხოვნას ამ ყველაფრის ჩატარების შემდეგ ამისამართებს სასურველ სერვისზე. ამის რეალური ცხოვრების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს კლინიკის მიმღები, ანუ რესეფშენი. პაციენტი თავისუფლად არ მიდის პირდაპირ ექიმის კაბინეტთან ან რენტგენის კაბინეტთან. ის ჯერ მიდის რესეფშენში, რესეფშენი ატარებს იმ რუტინულ პროცედურებს, რომელიც ყველა პაციენტისთვის საჭიროა, მაგალითად იდენტიფიკაციის გადამოწმება, პირადი ნომრით, პირადობის ბარათით, რეგისტრაციის გავლა, საფასურის გადახდა და რიგის ნომრის მინიჭება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის პაციენტი უშუალოდ ექიმის მომლოდინე ოთახში. შემდეგი არის DNS-ი. DNS-ი არის domain name სისტემი, რომელიც თარგმნის ადამიანისთვის გასაგებ დომეინის სახელებს IP მისამართებში, რომელსაც კომპიუტერი შემდეგ იყენებს, რომ ინტერნეტში ორიენტირდეს. რეალური ცხოვრების მაგალითი რომ მოვიშველიათ, არის როგორც ნომრების წიგნაკი, სადაც სახელით შეგიძლია იპოვო ვიღაცის ნომერი და დაურეკო, ან სახელით შეგიძლია იპოვო ვიღაცის მისამართი და მიხვიდე მასთან. შემდეგი ქვეკატეგორია არის მონაცემთა ბაზები და საცავები. პირველი ცნება აქ არის SQL versus NoSQL ბაზები. SQL მონაცემთა ბაზები ინახავს მონაცემებს სტრუქტურულებულ ცხრილებში, ფიქსირებული სქემებით და ACID-ის გარანტიებით. ACID-ზე რომ ვთქვათ ორი სიტყვა, ეს არის აბრევიატურა და შეესაბამება ატომურობა, მუდმივობა, ანუ მიმდევრობითობა, იზოლირებულობა და გამძლეობა. ატომურობა არის რაღაც ოპერაციები, თუ არის განსაზღვრული როგორც ერთი ატომური ოპერაცია, მაგალითად, თანხის გადარიცხვა წარმატებული რო იყოს, უნდა შესრულდეს ორი ოპერაცია. მოხსნა ერთი ანგარიშიდან და დასმა მეორე ანგარიშზე. ეს ორი ოპერაცია არის ატომური და
იმისთვის, რომ ბიზნესმა სწორად იფუნქციონიროს, გარანტირებული უნდა იყოს, რომ ეს ორივე ოპერაცია ან ყოველთვის წარმატებით შესრულდება ერთად, ან ყოველთვის დაფეილდება ერთად. არ შეიძლება, რომ ერთ-ერთი შესრულდეს და მეორე არ შესრულდეს. მიმდევრობითობა არის ის, რომ აუცილებლად ყველა ოპერაცია მიმდევრობით შესრულდება, ეს იმის გარანტიას გვაძლევს, რომ მაგალითად მინუს ბალანსში არ აღმოჩნდება ბანკის ანგარიში. იზოლირებულობა ნიშნავს, რომ ტრანზაქციები ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელია და თუ 100 ადამიანი ცდილობს ერთი უკანასკნელი ბილეთის ყიდვას, ბაზა ამას მიმდევრობით შეასრულებს და არა ერთიანად და ერთიანად შესრულების შემთხვევაში მოხდებოდა ქაოსი, როცა 100-ვე მომხმარებელს დაუფიქსირდებოდა, რომ კი მათი ტრანზაქცია შესრულდა. და გამძლეობა არის ის, რომ ტრანზაქცია თუ წარმატებით დასრულდა, იმ დასრულების შემდეგ ერთი წამის მერე სულ რომ დაიქრაშოს სერვისი, ბაზა ან სხვა გაუთავისუფლებელი რამ მოხდეს, ეს ოპერაცია მაინც წარმატებულად უნდა დარჩეს. SQL-ის ბაზები, როგორც მივხვდით, უფრო ფინანსური და ფულთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის ძალიან გამოსადეგია. ამის ალტერნატივა არის AraSQL ბაზები, რომელსაც აქვს უფრო მოქნილი სქემები, აქვს თავისუფლება, როგორი ფორმატით შეინახავს მონაცემებს და უფრო სიჩქარეზე არის ორიენტირებული. სხორებისეული ანალოგია შეიძლება იყოს SQL-ი არის ორგანიზებული საქაღალდების კარა და თქვა, სადაც ყველაფერი არის ეტიკეტირებული, ყველა ფოლდერს აქვს ერთნაირი სტრუქტურა და მკაცრი წესები, რომელ თაროზე რა დევს და ასე შემდეგ. NoSQL-ი კი უბრალოდ ჩანაწერების როლი შეიძლება შევადაროთ, სადაც შეგიძლია ყველაფერი ჩაწერო და ისე დაალაგო, როგორც შინაარს უხდება და შეიძლება ერთ ფურცელზე სხვანაირი სტრუქტურით ეწეროს რაღაცები და შემდეგ მეორე ფურცელზე სხვანაირით. შემდეგი არის кэში. ეს არის სწრაფი მეხსიერებაში განთავსებული საცავი, რომელიც ხშირად გამოყენებულ მონაცემებს მომხმარებელთან ახლოს ინახავს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მოლოდინის დროს და ამსუბუქებს დატვირთვას მონაცემთა ბაზაზე. ამის რეალური ცხოვრების ანალოგია შეიძლება იყოს ტვინის მოკლე ვადიანი მეხსიერება, ანუ სიტყვას როცა ვიყენებთ ლაპარაკში, ეს სიტყვა ჩვენ ავტომატურად გვახსენდება ჩვენი გონებიდან და არ გვიწევს მისი ლექსიკონში მოძებნა ყოველ ჯერზე. შემდეგი არის ობიექტი ბლობ საცავი. ეს არის არასტრუქტურირებული მონაცემებისთვის შექმნილი საცავი, ამის არქიტექტურა, რომელიც ორიენტირებულია სურათებზე, ვიდეოებზე, ფაილებზე, სადაც ინფორმაცია ინახება ობიექტებად და აქვს უნიკალური გასაღები ფაილური იერარქიების და მონაცემთა ბაზის ჩანაწერების გარეშე. ამის ანალოგიად შეიძლება ჩაითვალოს უზარმაზარი ფიზიკური საწყობი, სადაც თითოეულ ნივთს აქვს ბარკოდი და ამ ბარკოდით შეგიძლია მისი პოვნა იმის დამოუხედავად, რომელ ფიზიკურ ოთახშია საწყობში ან რომელ თაროზე დევს. შემდეგი არის sharding partitioning, ანუ დაყოფა მონაცემთა ბაზის რამდენიმე მანქანაზე მისი გადანაწილება, სადაც თითოეული მხოლოდ მონაცემების რაღაც ნაწილს ინახავს. ასე იზრდება სისტემა ერთი სერვერის შესაძლებლობებზე მეტად და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის კარგად შეირჩეს გაყოფის გასაღები. ასე ვთქვათ, ამის რეალური ცხოვრების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ბიბლიოთეკა, რომელიც იმდენად გაიზარდა და იმდენად ბევრი წიგნი აქვს, რომ ერთ ფილიალში ვეღარ ეტევა და საჭიროა, რომ გადანაწილდეს რამდენიმე ფილიალში და იმის მაგივრად, რომ რენდომ პრინციპით ზოგი წიგნი ერთგან მოხდეს და ზოგი მეორეგან, აი ეს არის ზუსტად გაყოფის გასაღები, რომ მაგალითად A-დან M-მდე ასოებზე დაწყებული ავტორების წიგნები ან სათაურები, ანი წიგნები იყოს ერთ ბიბლიოთეკაში, შემდეგ N-დან Z-მდე მეორე ბიბლიოთეკაში და რაღაც რიცხვებზე დაწყებულები მესამე ბიბლიოთეკაში და ადამიანს როცა უნდა რომ რაღაც წიგნი აიღოს, თვითონვე ხვდება იმ განსაზღვრული ნაწილის გასაღების მიხედვით, რომელს უნდა მიაკითხოს. შემდეგი კატეგორია არის messaging და გავრცელება, დისტრიბუცია. პირველი არის message queue, ანუ messages რიგი. ეს არის ასინქრონული ბუფერი სერვისებს შორის. პროდიუსერები აგზავნიან შეტყობინებებს და კონსუმერები კი ამუშავებენ მათ საკუთარი ტემპით. ეს შლის სისტემებს შორის დამოკიდებულებას და უმკლავდება ტრაფიკის პიკებს და საშუალებას იძლევა ელეგანტურად მართოს retry-ები. ამის ანალოგია რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ჩაითვალოს რიგის ბილეთები, ანუ რო აიღებ რიგის ბილეთს, ჯდები და ის მომლოდინეთა დესკი, ასე ვთქვათ, აღარ არის დაკავებული და შეუძლია რომ სხვა კლიენტებსაც მოემსახუროს და როცა შენი რიგი მოვა, გამოძახებული იქნები რიგიდან ასინქრონულად. შემდეგი არის PubSub, ანუ
publisher და subscriber. ეს არის messaging-ის პატერნი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, სადაც publisher-ები ივენთებს აგზავნიან ტოპიკებში, ხოლო მრავალი subscriber-ი შეიძლება ყავდეს ამ ტოპიკს და ის დამოუკიდებლად იღებს ამ ივენთებს ტოპიკებისგან. ანუ Q-სგან განსხვავებით, PubSub-ში ერთსა და იმავე შეტყობინება ყველა გამომწერს ეგზავნება. ამის ანალოგია რეალურ ცხოვრებიდან შეიძლება იყოს YouTube არხი, როცა კრეატორი YouTuber-ი ატვირთავს ვიდეოს და ყველა გამომწერს, ვისაც ჩართული აქვს ნოტიფიკაციები, მისდის შეტყობინება, რომ ატვირთა ვიდეო და შეუძლია ყველა რაღაც მოქმედება ჩაატაროს ამის შემდეგ, ან დაალაიქოს, ან უყუროს, ან ასე შემდეგ. შემდეგი არის CDN-ი, ეს არის Content Delivery Network-ი, ანუ კონტენტის გავრცელების ქსელი, გეოგრაფიულად განაწილებული სერვერების ქსელია, რომელიც ჰეშირებას უკეთებს კონტენტს თავიანთ ფიზიკურ მოწყობილობებზე და მომხმარებლისთვის უახლოესი ლოკაციიდან აწვდის იმ კონტენტს, რაც მოთხოვნილია კლიენტის მიერ. ამით ძალიან ამცირებს დაყოვნების დროს, ეგრეთ წოდებულ latency-ს. ამის ანალოგია რეალური ცხოვრებიდან შეიძლება იყოს ონლაინ მაღაზიის ლოკალური საწყობები, ერთი ცენტრალური საწყობიდან გაგზავნის მაგივრად, როცა მომხმარებელი უკვეთავს რაღაც ნივთს, ის იღებს მასთან ყველაზე ახლო მდებარე საწყობიდან ამ ნივთს და ამით მცირდება მოლოდინის დრო. შემდეგი არის replication. ეს არის ერთი და იმავე მონაცემების ასლების შენახვა. რამდენიმე მანქანაზე. ეს არის სრულად სარეზერვო ფუნქცია აქვს ამას და თავის დაცვის. თუ ერთი ერთეული გაითიშება, მეორეს მაინც ექნება მონაცემები შენახული, ეს primary replica ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული პატერნი არის. ამის ანალოგია რეალური ცხოვრებიდან, ძალიან მარტივია, ზუსტად იგივე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ არსებობს, მისი ქსეროასლები უნდა გაკეთდეს და რაღაც სხვადასხვა ლოკაციებზე ჯობია განთავსდეს, რომ თუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი, რომ თუ ფიზიკურად ერთ-ერთ ლოკაციას რაიმე საფრთხე დაემუქრა, სხვაგან შენარჩუნდება. შემდეგი კატეგორია არის არქიტექტურა და მასშტაბირება. პირველი არის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მასშტაბირებები. ვერტიკალური ეს არის, როცა ერთი მანქანა გაქვს ფიზიკური და იმას ამატებ შესაძლებლობებს, ანუ CPU-ს ან RAM-ს და ჰორიზონტალური არის, როცა უფრო მეტ მანქანებს ამატებ, არ არის აუცილებელი, რომ გაძლიერებული მონაცემებით შეიძლება იგივენაირი მონაცემებით, მაგრამ ამატებ რაოდენობაში. ვერტიკალურ გაზრდას აქვს, რა თქმა უნდა, რაღაცა საზღვარი ზემოდან შემოსაზღვრულია, რაღაცაზე მეტად ვერ განვითარდება. ჰორიზონტალური უფრო რთულია განსახორციელებლად, მაგრამ სამაგეროდ აქვს ულიმიტო შესაძლებლობები და იმდენამდე გაზრდი, რამდენამდეც დაგჭირდება. ამის ანალოგია რეალური ცხოვრებიდან შეიძლება იყოს, რომ მიკროავტობუსი თუ ყავს და მუშაობ ტვირთის გადაზიდვებზე, ტვირთის ზომის გაზრდასთან ერთად შეიძლება დაგჭირდეს, რომ იყიდოთ ტრაილერი, რომელიც ზომაში უფრო დიდია და უფრო მეტ ტვირთს გადაიტანს, მაგრამ ამას აქ შეზღუდვა და რაღაცაზე მეტ ტვირთს მაინც ვერ გადაიტან. ამის ალტერნატივა კიდე შეიძლება იყოს ჰორიზონტალური გაზრდა, რომელიც ნიშნავს, რომ უფრო მეტ მძღოლს დაიქირავებ, თუნდაც მიკროავტობუსებით, მაგრამ იმდენს დაიქირავებ, ზუსტად რამდენის საჭიროებაც გექნება და თან შეგიძლია დინამიურად შემდეგ ცვალო იმის მიხედვით, ახლა თუ მეტი მოთხოვნა გაქვს მეტი მძღოლები გეყოლება, შემდეგ თუ ნაკლები მოთხოვნა გექნება და აკლებ რაოდენობას. შემდეგი არის stateless და stateful სერვისები. Stateless სერვისები ყოველ მოთხოვნას დამოუკიდებლად ამუშავებს და წინა ინტერაქციების მეხსიერება არ აქვს. ანუ არ აქვს დამახსოვრებული წინაზე რისთვის მიაკითხე. Stateful სერვისები კიდე კონტექსტს იმახსოვრებს. ამის რეალური ცხოვრების ალტერნატივა შეიძლება ჩაითვალოს, როცა სავაჭრო აპარატი დაყრდნილობ, თქვათ sneakers თუ chips, ყოველ ჯერზე თავიდან გიწევს ყველა ოპერაციის გავლა. და stateful ალტერნატივა რომ მოვიფიქროთ არის, თქვათ, ბარმენი ან მიმტანი, რომელსაც ხშირად სტუმრობ და ზუსტად ახსოვს რას სვამ ხოლმე, რას ჭამ და შეგიძლია უთხრა, რომ ისევ იგივე, ან როგორც ყოველთვის. შემდეგი ცნება არის იდემპოტენცია. ოპერაცია არის იდემპოტენტური, თუ მისი მრავალჯერ შესრულება იგივე შედეგს იძლევა, რაც ერთხელ შესრულება. ეს არის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი retry-ებისთვის დისტრიბუციულ სისტემებში, სადაც ქსელის შეფერხება ხანდახან იწვევს ხოლმე, რომ დუბლირებული მოთხოვნები ხორციელდება. რაც კარგად გამართულ სისტემებში არ უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებით მაშინ არის იდემპოტენცია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაიცვას სერვისმა, როცა თანხებს და გადარიცხვებს ეხება საქმე. მაგალითად, თუ კლიენტმა გაჭედა და აჭერ ღილაკს, გადარიცხვის ღილაკს არ რეაგირებს და კიდევ ვცდილობ, რომ დააჭირა, იმისთან მიუხედავად 10 ჯერ დააჭერ თუ 20 ჯერ, ერთხელ უნდა შესრულდეს ეს ოპერაცია.
ამის რეალური ცხოვრების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ლიფტის ღილაკის დაჭერა, ნუ ერთხელ დააჭერ თუ 10 ჯერ, ლიფტი მაინც იმ სართულზე მიდის ერთხელ. ამის საწინააღმდეგო კიდევ შეიძლება იყოს კალათში რაღაცების დამატება, როცა ონლაინ შოპინგს აკეთებ, მან პირიქით არ უნდა იყოს იდემპოტენცია და რამდენჯერაც დააჭერ ნივთზე აღნიშნულ ღილაკზე კალათში დამატებას, იმდენჯერ უნდა დაემატოს კალათში. შემდეგი არის rate limiting-ი. ეს არის იმის კონტროლი, თუ რამდენი მოთხოვნის გაკეთება შეუძლია კონკრეტულ კლიენტს სერვერისთვის. ეს იცავს ჰაკერული შეტევებისგან, DDoS შეტევებისგან ძირითადად და უზრუნველყოფს რესურსების სამართლიან განაწილებას ყველა მომხმარებლისთვის. ამის რეალური ცხოვრების ანალოგია შეიძლება იყოს ღამის კლუბის დაცვა, რომელიც საათში თქვათ იღებს 100 სტუმარს, რომელსაც ექნება შემდეგ სამართლიანი წვდომა ყველა სერვისებზე, რაც შემოთავაზებულია კლუბში. და არ მოხდება გადატვირთვა, თქვათ, საცეკვაო სივრცის ან ბარის ან ასე შემდეგ. ანუ კონტროლირებული ხალხმრავლობა რო შეიქმნას, იმის გარანტია და არ იყოს ქაოსი. შემდეგი ქვე კატეგორია არის საიმედოობა და უსაფრთხოება. პირველი არის აუთენტიკაციის მეთოდები, ერთი არის AuthNI და მეორე AuthZ. AuthNI ამოწმებს ვინ ხარ და AuthZ ამოწმებს რისი გაკეთება შეგიძლია. AuthNI ყოველთვის ხდება პირველი და არის ერთი ძალიან აუცილებელი პირობა, რომ არ იყოს შესაძლებელი სხვის მაგივრად გადიოდეს ვინმე აუთენტიფიკაციას. ამის რეალური ცხოვრების მაგალითი შეიძლება იყოს აეროპორტის უსაფრთხოების სისტემა. პირველი მოწმდება პასპორტი, ამოწმებენ ვინ ხარ და შემდეგ მოწმდება თქვათ boarding pass-ი, რომელიც უკვე განსაზღვრავს რისი გაკეთება შეგიძლია, იმ გაგებით რომ რომელ გეიტთან უნდა მიხვიდე, საიდან არის შენი ფრენა, რომელ საათზეა, რამდენი კილოგრამი ბარგის ჩაბარება შეგიძლია, რა კლასით მიფრინავ და ასე შემდეგ. შემდეგი არის exponential backoff. ეს არის retry, ანუ შემდეგ ცდების სტრატეგია, სადაც ლოდინის დრო ყოველ მცდელობაზე ორ მაგდება. არსებობს სხვანაირი სტრატეგიებიც, რომლის შემთხვევაშიც კი არ ორ მაგდება, სხვა პრინციპით იზრდება, მაგრამ იქაც იზრდება. ეს თავიდან გვაძლევს ისეთ სიტუაციებს, სადაც ათასობით კლიენტი ერთდროულად ცდის ხელახლა. ამის რეალური ცხოვრების ანალოგია შეიძლება იყოს მეგობართან, როცა რეკავდა, თქვა ზარი დაკავებულია, ჯერ 1 წუთს ელოდები, თქვა და კიდე გადაურეკავ, მერე თქვა 2 წუთს ელოდები, მერე 5 წუთს და ასე შემდეგ და არ იმეორებ ზარს ყოველ 1 წუთში. შემდეგი და ბოლო არის heartbeat, ანუ გულისცემა. ეს არის პერიოდული სიგნალი კომპონენტებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ესა თუ ის კომპონენტი ცოცხალი და რეაგირებადია. თუ heartbeat-ები შეწყდება, ანუ სისტემა მიცის, რომ რაღაც გაითიშა და უნდა მოახდინოს რეაგირება, ანუ ის ტრაფიკი, რომელიც ამ კომპონენტისკენ მიდიოდა, გადაამისამართოს სხვა ერთეულისკენ, ის რეალური ცხოვრების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ დაცვის თანამშრომელი, რომელიც ყოველ 15 წუთში რაცი დაკონტაქტება სხვა თანამშრომლებს და თუ არ შემოწმებას გამოტოვებს, დისპეჩერმა შეიძლება დაასკვნოს, რომ რაღაცა კარგად ვერ არის და დამხმარე თანამშრომლები გაუგზავნოს ამ დაცვის თანამშრომელს. ეს იყო საბაზისო ციცნება სისტემ დიზაინში, რომელიც გამოგადგებათ პირველი სეზონის Junior Scope-ის ყველა ეპიზოდის გასაგებად და აღსაქმელად. მადლობა რომ დარჩი ბოლომდე, წარმატებები.